ფასონ მსმენელებო. ეთერშია თეთრი კარავი. თეთრ კარავს გაუმარჯოს. ჰოგვიცანით, მე ელენე ვარ. მე კატო. ვერ წარმოიდგენთ იმდენი წერილები მივიღეთ. საიდან აღარ გვიგზავნიან? უკვე 90-დანაც მოგდის. მოგდის და მოგდის ხმოვანი წერილები. ძალიან გვიხარე, რომ ამდენი მსმენელი გვყავს. ახლა კი ერთი სასიხარულო ამბავი გვაქვს. შეგიძლიათ აღარ იწვალოთ და პირდაპირ ამ მისამართზე გამოგვიგზავნოთ, რასაც ჩარწერთ. dio@her_voice_g თეთრი კარავი. dio@her_voice_g თეთრი კარავი. თეთრ კარავს გაუმარჯოს. ეს წერილი საფრანგეთიდან გამოგვიგზავნა ერთმა ქალბატონმა, რომელსაც მერი ბებოსთვის მოусმენა წინა გადაცემაშიც. იმას ვეხმაურებიო. ვეხმაურები კი არა, ვეხმიანებიო. ელენე დამიჯერ შენზე უფროსი ვარ. აბა ვნახოთ რა მინდაო? გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოყევით, დაიწყეთ. ბავშვებო, ძალიან მომწონს თქვენი თეთრი კარავი. ყველა გადაცემას ვუსმენ და სულ ველოდები, როდის გაისმება ეთერში თქვენი საყვარელი ხმები. მე მქვია ნანი და გვარად ვარ დოლიძე. მინდა ქალბატონ მერის შევეხმიანო თქვენ პირველ სტუმარს, მუსიკის მასწავლებელი რომ არის. ძალიან სასიამოვნო იყო მისი მოსმენაც და მისი შესრულებული შოპენის ნოქციონი ძალიან მომეწონა. თქვენ რომ მკითხეთ ბავშვებო, ქალბატონო მერი რაზე ოცნებობთო, რა კარგად გიპასუხათ. პარიზში ვიყავი და იქ ჩემი ასაკის ხანში შესული ქალბატონები ყოველდღე იკრიბებიანო. Ne me quitte pas. Il faut oublier. Tout pour s'oublier. Qui s'enfuit déjà. Oublie le temps. De malentendu et le temps. მართალი ბრძანდებით ქალბატონო მერი. თქვენ სულ ერთი კვირით ბრძანდებოდით პარიზში და არ შეიძლებოდა თვალში არ მოხვედროდათ მოხუცებით სავსე კაფეები. მე კიდევ ამას მე-7 წელია ყოველდღე ვუყურებ. მე-7 წელია რაც ემიგრაციაში ვარ და რომ იცოდეთ როგორ მენატრება ჩემი სამშობლო, ჩემი გურია, ჩემი ბებო. პარიზის ძვირფასი რესტორნის ყველაზე გემრიელ სადილს ბებიაჩემის გამომცხარი ერთი ნაჭერი ხაჭაპური მირჩევნია. ისე მენატრება ყველაფერი იქაური, ისე მენატრება. და ამ მოხუცების ზანახვაზე სულ ჩემი სოფლის მოხუცები მახსენდება. რასაც აქ ეს პარიზელი ქალბატონები ერთ სადილზე ხარჯავენ, ლარებში რომ გადავიყონოთ, ქართულ პენსიონერებს თუშიც არ აქვთ მაგდენი. მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს. მთავარი ხომ ერთად ყოფნა. დაპატიჟეთ ერთმანეთი, თუნდაც ჭიქა ყავაზე. ყავაზე დაპატიჟება ხომ ყველა შეგიძლიათ. ყავა რა თქმა ადამიანი. ყავა კი არა სახში ქათამი და კალი რაღაცა იყიდე, რაღაცა ცხელი მჭადები ყველი მიიტანე მაგიდაში. ყავა რა თქმა. ეს ვინ იყო? უი, ვიღაც შემოხდა პირდაპირ ეთერში? მაგაზე კარგი რა უნდა იყოს, თუ სუფრასავსე გექნებათ. როგორ მიყვარს ქართული ურმარელი. მე უბრალოდ ყავაზე დაპატიჟეთ ერთმანეთი, იმიტომ გითხარით, რომ იმის გამო არ გადადოთ ერთმანეთის ნახვა დიდი ძვირფასი, სადილ თუ არ გექნებათ მომზადებული. აბა მოგკითხა მთელ საქართველოს ჩემგან და განსაკუთრებით კი ჩემს გურიას. აბა დროებით, გემშვიდობებით და ჩემს საყვარელ გურულ სიმღერას გიტოვებთ. წერილები არ გვაკლია. რა თქმა უნდა, ყველას ერთ გადაცემაში ვერ მოგასმენინებთ, მაგრამ ვეცდებით ყველაზე საინტერესო ამბები შევარჩიოთ. ჩვენი მისამართი ხო გახსოვთ, სადაც თქვენი ხმოვანი წერილები უნდა გამოაგზავნოთ. აბა კარგად, ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.